დღეს განახებთ მთლიანი სხეულის კომბინირებულ ვარჯიშებს. ეს იქნება მაღალი ინტენსიური ვარჯიშები, რომელიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ ძალის მომატებაში, ასევე გამძლეობის გამომუშავებაში. ასევე ვისაუბრებთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე, რომელიც ახალ დამწყებებს აინტერესებთ. RDMS. ძირითადად რა შეცდომას უშვებენ ხოლმე ახალდამწყები ბიჭები? ძალიან ბევრი წონის აწევა საერთოდ არ არის საჭირო, მithmetes როცა დამწყები ხარ. აუცილებელია სწორი ვარჯიშები, დაბალი წოლით, ცოტა შესვენებით, რომ კუთხე წამოვიდეს და გაიზარდოს. კვირაში რამდენჯერ უნდა ივარჯიშოს კუნთის მოსამატებლად? დამწყება კვირაში 3-ჯერ ვივარჯიშოს, სავსებით საკმარისია, მე ეტაპობრივად ნელ-ნელა თვითონ ვუმატებს ვარჯიშს. როცა კუნთის მომატება უნდა? კი, რა თქმა უნდა. დაკლების დროსაც როცა იწყებს 3-ჯერ კვირაში მეტი არა საჭირო და ნელ-ნელა ვუმატებ ამ დროთა განმავლობაში თვითონ გეუნება სხეული. კვება როგორ უნდა შეუწყოს? აი საერთოდ რომ გამოუცდელია. როცა გინდა რომ მაგალითად კუნთური მასა მოიმატო და ხარ გამხდარი და დაიწყებ, რა თქმა უნდა კვებაში უფრო მეტი კვება უნდა მიიღო, უნდა იყოს 5-ჯერადი, 6-ჯერადი კვება, ცილოვანი რაც შეიძლება, ნახშირწყალთან დაბალანსებული და როცა გახდომა სურს დამწყებს, რა თქმა უნდა, მშრალი ცილოვანი და ნაკლები ნახშირწყალი. თან ზოგადად ორგანიზმი ინდივიდუალურია, გააჩნია როგორ გაქნა ვარჯიშები, როგორ ჭამ, როგორ ცხოვრობ, როგორ ძინავს, ყველაფერს მნიშვნელობა გენეტიკას. ზოგმა შეიძლება სამ თვეში მიიღოს კაი შედეგი, ზოგმა შეიძლება 1 წელში, 2 წელში, თავარი გული არ უნდა აიცის. შედეგი აუცილებლად იქნება მას. ძირითადად ეგრევე 1 თვეში რო ვერ ხედავენ ხოლმე, შედეგს ანებებენ თავს. ხო, ეგ არის ყველაზე რთული ორგანიზმს 1 თვე, 2 თვე უნდა რომ უბრალოდ მიეჩვიოს სწორ ვარჯიშს. RDMS. მაქსიმალურად როგორ უნდა შევამციროთ ტრამვის საკიდების რისკი? გაუწინებელია რომ დავიწყოთ რაც შეიძლება დაბალი წონებით, არავითარ შემთხვევაში დიდი წონებით არ უნდა ვივარჯიშოთ. მკესი და კუნთი რომ მიეჩვიოს, აუცილებელია რაც შეიძლება დაბალი წონებით და მეტი განმეორებით მეტი. რამდენადაა რეკომენდირებული რომ როცა დაიწყებს ვარჯიშს, ეგრევე პროტეინის დალევა დაიწყოს დანამატი? გამართლებულია, შეუძლია ეგრევე დაიწყოს მოხმარება, შეუძლია რაღაც პერიოდის შემდგომ, მაგრამ კარგის მეც პროტეინი არაფერს არ ხდება, სუფთა ცილოვანი მასაა და კუნთის ზრდას უწყობს ხელს.